მოგესალმებათ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძირფასო ტელემაყურებლებო დღესაც გვიწევს ბენდის გარეშე ყოფნა ჩვენს გადაცემაში რადგანაც ფინანსური კრიზისი ყველას ეხება ვინც რა ვქნათ ოპოზიციურ არხებზე ვინც მუშაობთ ყველას გვეხება და მადლობა სუხდი ბიზნესმენებს რომ ესე ძალიან უყვართ ჩვენი გადაცემა ვანო შოუ და სულ გიყურებენ და ყველა მეუბნება რომ ძალიან გიყვარს არ ვტოვებთ არც ერთ გადაცემას გადაცემის სპონსორია ბილიჩ 11 ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის ბილიჩ 11 კორეული ხარისხი PSP-ში გადაცემის სპონსორია ბაზარი ქალაქი ქალაქში სივრცე გართობისა და დასვენებისთვის იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე მაგთი ნომერი 45 სილქნეტი 345 ახალი ქსელები 345 მარტივი 45 ტრადიციულად ვიწყებ გადაცემას სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად დაკავებულ ადამიანებს სოლიდარობა დაკავებულ პოლიტიკოსებს ვირფასო ტელემაყურებლებო ყველას გისურვებთ მალე თავისუფლებაზე ყოფნას. გუშინ მოსამართლემ კიდევ ერთი ახალგაზრდას მიუსაჯა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. რა ვიცი, მოკლედ ოცნების სასამართლო საკუთარ ანტირეკორდებს ხსნის ვირფასო ტელემაყურებლებო. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი დააკავეს ერთი ახალგაზრდა. მოდით ნახოთ რა ბრალის გამო მიუსაჯეს 5 დღიანი პატიმრობა ამ ადამიანს. ნახოთ 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს აქტივისტ როსტო ზარანდიას Facebook კომენტარისთვის ვირფასო ტელემაყურებლებო. Facebook კომენტარისთვის ვირფასო ტელემაყურებლებო არ მოგესმათ 5 დღიანი პატიმრობა, ხოლო მის მეზობელს თანამზრახოლობისთვის 2 დღე მიუსაჯეს ამ კომენტარს რომ წერდა მეზობლის Wi-Fi-ით სარგებლობდა თურმე და ის მეზობელიც ესე გაეხო შარში. აი ესეთ მდგომარეობაში ვარ. ხო ხვდებით რა დონეზეა დასული სასამართლო. მალე შეიძლება სმაილების გამო დაგვიჭირონ და ჰაობა იქნება 1-დან 3 თვემდე engry smile-ი ანუ დამწუხრებული სმაილი 9-დან 12 თვემდე ჩემი აზრით. კი არა შეიძლება შეგვიზღუდონ Facebook-ის დათვალიერება. მაგალითად დღეში შეგიძლია გააკეთო 150 სანტიმეტრიანი სკროლი. მეტი არ შეიძლება. აი რომ ჩამოსკროლა, ხო 150 სანტიმეტრს არ უნდა გაცდე, თორე დაგაჯარიმებენ. აი რაღაცა ესეთ აბსურდში გვიწევს ცხოვრება. გადავიდეთ ოცნების შიდა დაპირისპირებაზე. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა რამდენიმე დღის წინ ოცნების წევრმა აჭარის უზენაეს საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჯვაძემ ვერ გაუძლო ზეწოლას თუ რა არ ვიცი რა მოხდა და თვითმკვლელობას და საბედნიეროდ გადარჩა. მინდა გამოჯანმრთელობა უსურვო თორნიკე რიჯვაძეს ვირფასო ტელემაყურებელო ჩვენ კარგი ხალხი ვართ. ჩვენთვის ადამიანის სიცოცხლეს ყველაზე დიდი ფასი აქვს. გასხვავებით ასე შემდეგ. თორნიკე რიჯვაძე კლინიკაში მოინახულა ირაკლი ღარიბაშვილმა და გრიგოლ ლილუაშვილმა. სხვა დანარჩენი მისი გარემოსვლა გაქრა. რიჯვაძის გარემოსვიდან ყველას ჩაგდებული აქვს ხმა. ზოგმა რიჯვაძესთან გადაღებული ფოტოებიც კი აიღო Facebook გვერდებიდან. ეს ისეთი სიმხდალეა, რომ ესეთი კატეგორიის ხალხისთვის არ გამიკვირდება ისიც რომ თქვა, რომ რიჯვაძე ნაციონალი იყო. შეიძლება ესეც თქვა, ვირფასო მეგობრებო. სულ ფიქრობდი რიჯვაძის ამ ამბავს ჩვენ როგორ დაგვაბრალებდნენ თქო. არანაირი ვერსია არ მქონდა. რანაირად შეიძლება ეს ჩვენ დაგვაბრალოთ. აი რა უნდა მოიფიქრონ ესეთი, მაგრამ კლინიკაში მესამე დღეს საღამოს გამოჩნდა ირაკლი ყობახიძე და ჰოი საოცრება. სწორედ მან შეძლო ის რომ ყველაფერი დააბრალა ოპოზიციურ არხებს. მისი თქმის თურმე კრიტიკული სიუჟეტების გამო მივიყვანეთ ამ მდგომარეობამდე ადამიანი. თურმე ტელევიზიების ბრალია. აბა რა ტელევიზიების ბრალი ამას წინ ბიძინა ივანიშვილს რომ დავაბრალეთ ოფშორებიდან ფული შემოზიდაო ისე განერვიულებულა ისე რომ ორჯერ გადამხტარა ყვირილაში ორჯერ ძლივს გადაარჩინეს კაცი. ფაქტია რომ ოცნების შიგნით აშკარად არის დიდი დაპირისპირება. ოცნების ძველი შემადგენლობა, ოცნების ახალი შემადგენლობა და ოცნების შედარებით ნეიტრალური შემადგენლობა დაუპირისპირდა ერთმანეთს. კრემლის გადმოსახედიდან ეს ყველაფერი კი ანეკდოტივითაა. მეორე ქორწინებაში მყოფი ცოლ-ქმარს შორის დიალოგი ესეთი ანეკდოტის ფორმა ესეთი საყვარელო შენი შვილები და ჩემი შვილებიო ჩვენ შვილებს ცემენო. ასია კრემლისთვის, ასეთი საყვარლები ხართ ყველანი, ვერ განგასწრებენ ერთმანეთისგან. ახლა იმედზე დაიწყება ახალი მეგა შოუ ვინ რამდენი. ხო არის ვინ არის და ახლა ახალს იწყებენ ვინ რამდენი.
გამოდიან ოცნების ყოფილი ჩინოვნიკები, მღერიან, ცეკვავენ, აკრობატულ ნომრებს აკეთებენ, აქეთ ჯიური ზის და უნდა გამოიცნონ, ვინ რამდენი მილიონი წაიღო სახლში. ბოლოს გამარჯვებულს გამოავლენს და დააჯილდოებს, რა თქმა უნდა, ავტორი და სულის ჩამდგმელი ბატონი ღვთისგან საჩუქარი ბატონი ბიძინა ივანიშვილი. შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარმა ვირუსმა იფეთქა ქართულ ოცნებაში. სავალდებულო ფინანსური ტესტირება უკეთდება ყველა ჩინოვნიკს. იზოლაციაში არიან, საზღვრებით ჩაიკეტა. რომ შემთხვევით რომ ვირუსის მატარებელი ჩინოვნიკი სადმე არ გავიდეს და რაც მთავარია დისტანცია კორონაზე თუ იყო 2-3 მეტრი, ამ შემთხვევაში დისტანცია არის 2-3 კილომეტრი. საკუთარი მეგობრებიც და ნათელმირონებიც კი ამ დისტანციას იცავენ. ეპიდემიაა ოცნებაში, მაგრამ რას ვიზამთ? ეს ვირუსი არსად წავა, ამიტომ ქოცებო, როგორც კორონას დროს მოგვიწოდებდით, უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება. უნდა ვისწავლოთ. უნდა შევეგუოთ. ქვეყანაში ისეთი ამბები ხდება, სახლიდან სამსახურში მიმავალი გზაჯვარდიძე ფეხით რომ გადადიხარ, თან უნდა უყურო, ხომ ნამდვილად მწვანეანთია, თან ბასლაინს უნდა უყურო, იქ შკოდა არ გაგიტანოს. მერე გზაზე გადასული კრიმპოლმა არ გაგაჩეროს და ნარკოლოგიურში არ გადაგიყვანოს. მერე ორ ქოც ბიზნესმენს შორის პერესტრელკასაც უნდა გადაურჩე. მერე სამსახურში მიხვიდე და 800 ლარად მოლარეც იყო დამლაგებელის, მტვირთავის და ბოლოს პრინცესა უნდა გაათავისუფლო ძვირფასო მეგობრებო. მოკლედ ქართველის ყოველდღიურობა მარიოს თამაშს გავს. ოღონდ მარიოს 3 სიცოცხლე აქვს და ჩვენ გვაქვს 1 სიცოცხლე. ოცნების მდგომარეობა ახლა მაგონებს მურმანლებანიძის ლექსს ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ოღონდ ამ ლექსის კონკრეტულ მონაკვეთს მაგონებს. მაგრამ უცაბეთად მატლი არეულა, ბორბალი უკუღმა დატრიალებულა ჩვენთვის სანქციაა პირველი სასჯელი. სანქციას მოჰყოლია რუსი და სპარსელი. ტურფა დანაზოგი ყორნებს წაუღიათ, ბიძინას დავალებით შუაზე გაუყვიათ. ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა. ქრთამები ჩაკეტილა ატკატი დანგრეულა. ბიზნესმენს სიმწრისაგან ცრემლები უცრემლია. შიშისგან საბრალო ლექსები უწერია, რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი. ხვლით შემოვარდნდა ირაკლი ბატონი, ამას მოჰყოლია ვახდრონი, ვახდრონი. ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო. თქვენს ჯიბეში ყოფილა ჩემი საქართველო. ესეთი ლექსი უხდება დღევანდელ ჩინოვნიკებს. ქვეყანაში რაც ხდება, ამ ყველაფრის ფონზე ირაკლი კობახიძემ გამართა ბიზნესმენებთან შეხვედრა. სადაც განაცხადა, ჩვენ ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალიაო. მე ვეთანხმები ბატონ ირაკლის, უბრალოდ მცირე შესწორება შევიდათ. ბიზნესი თავისუფალია, ოღონდ გირაოს სანაცვლოდ. აი ასეთი ფორმულირებით აბსოლუტურად ვეთანხმები, მინდა გითხრათ. ქართული ოცნება ახალ კანონს ამტკიცებს, ამ კანონის მიხედვით ნასამართლებ პირს თუ ვინმე ფინანსურად დაეხმარება, მათ შორის ოჯახის წევრი, ან თუ საცხოვრებელ სივრცეს დაუთმობს, ან ავტომობილს ათხოვებს, ან მისცემს, ემუქრება 5 წლიანი პატიმრობა. არ მოგესმათ. მოკლედ, რომ ვთქვათ, მამამ ან დედამ თუ შვილს დაუთმოს სახლი, ან საცხოვრებლად შეუშვა, დაიჭერენ 5 წლით. მაგრამ აქ მთავარი ეს კი არ არის. მთავარია ის არის, რომ ქართული ოცნების პირობებში მამას ბოლომდე ერქმევა მამა და დედას დედა. ეს არის აი აქ მთავარი. კარგად გაიაზრეთ, ხო, როგორი კანონია. ანუ თუ ახლობელი ყავს ნასამართლები, ვერ დაეხმარები, ვერც ფულს მისცემ, ვერც ბინაში შეიფარებ და ასე მშვიდად და წყნარად კანონის ფარგლებში დაელოდები, როდის ამოხდება სული. ძალიან ჰუმანური კანონია, მინდა გითხრათ. აქვე მინდა მივმართოთ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს, ონისე ციხიდან რომ გამოხვალ, არ გიცნობ, არ გიცნობ. არ ვიცი, შენ გზაზე, ჩვენ გზაზე. მე არ ვიცი, არ მეცნობი, არ ვიცი. აი სახელი საიდან დამამახსოვრდა, ეგეც არ ვიცი. მალე ისეთ კანონებს მიიღებენ ყოფილი პატიმარი რომ გადაცემაში მიიწვიო, შეიძლება ჩაქსო 5 წლით. რა ვიცი. რა ვიცი, ადგებია ჩაქსვავენ. ეხლა თქვენს კიდე ადგილად გახართ და იცინით. რა გაცინებთ? ეს ახლა სასაცილო, მაგრამ გავიდეთ ცოტა ხანი და უკვე რეალობა იქნება. ასე იცინოდით შარშა რომ ამოვდი რომ მალე წეულაზეც დაგვიჭერენ თქო და აბა შეხედე არის ახლა ეს სასაცილო ინფორმაცია. ამიტომ ყველაფერზე რომ იცინით, მაგიტო ვართ ამ დღეში. მალე სიცილზეც რომ ციხე იქნება, მერე უყარეთ კაკალე, ახლა კიდე იცინიან. რა აზრია თქვენ ლაპარაკს? არანაირი აზრი არ აქვს ამ ხალხთან ლაპარაკს.
2 დღის წინ ევროპარლამენტმა მორიგი მკაცრი რეზოლუცია მიიღო ქართული ოცნების წინააღმდეგ. ხოლო მანამდე ძალიან კრიტიკული სიტყვით წარსდგა ევროპარლამენტარების წინაშე რასა იუკნევიჩიანი. ნახოთ როგორ გამოეხმაურა მის გამოსვლას ქართული ოცნების სიამაყე ირაკლი ზარქუა. რაისა კომუნისტკა არისვენებს. რაისას გადაეცით გორბაჩოვს გაფიცებ. შეეშვას არ გამოსდის მაინც ამ ქვეყნის გაშავება. ახლა გეტყვით ხუმრობასაც ჩადო. ევროპარლამენტარი იუკნევიჩიანეს ქვია რასა და გორბაჩოვის ცოლს ერქვა რაისა. მიხვდით? რასა და რაისა. აი აქ ჩადო უდიდესი იუმორი. ჩაგვაქვესკნელა ქვეყნის მთავარი იუმორისტები. დაგვადუღა ძვირფასო მეგობრებო. სცენარისტები გამექცნენ. ამაზე სასაცილო რაღა უნდა დავწეროთ და წავიდნენ ახლა. იუმორისტულ გადაცემებს ფინანსურად რო გუდავენ, ვიცოდი ახლა იუმორით უნდათ რომ ბოლო მოგვიყონ კიდე ზებოდა. ზარქუას იმდენი მასალა დაუგროვდა რომ მგონი დროა ცალკე სოლო პროექტზე იფიქროს, გახსენი ერთი მსახიობის თეატრი ირაკლი. გამოდი, დაიდგი ტრიბუნა და იძახი ასეთი რაღაცეები. რასა, რაისა, იქეთ ურსულა, ტრამპზეც ტრამპა ცუმპა რაღაცა, ჟიგიმანტაში გიჟიმანტასი რაღაცა და თან სიმღერაც იცი, კარგად უკრავ იმაზე, სახელიც მოუფიქრე. შოუ პროგრამამ ღერის და ხუმრობს უდაბნოს არწივი, ძვირფასო ქართული ოცნების ბრძოლამ Deep State-ის წინააღმდეგ შედეგი გამოიღო. არა ჯერ დაამარცხეს, მაგრამ აქ სხვა შედეგზეა საუბარი. მოდით ნახოთ საინტერესო კვლევა. Deep State-ის არსებობის ოცნების ამომრჩეველთა თითქმის ნახევარს ჯერა. თვითონ Deep State რა არის არიციან, მაგრამ რაღაცა ზებუნებრივი მისტიური ძალა რომ არის, მაგას გრძნობენ შინაგანად. მაგის ჯერათ და ფონიჭალელი მოჩვენება რეიკის. აი რო გარბოდა და თან Nokia ტელეფონი რო ურეკავდა, აი იმის. გადავიდეთ რუბრიკაზე ქვეყანაში კარგიც ხომ ხდება. მოდით ნახოთ საინტერესო ინფორმაცია. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე და მისი ცოლი 21 ბინას, 14 მიწის ნაკვეთს და 7 მანქანას ფლობენ. კახა ბექაური ხო იცით რომელია? ეს კომუნიკაციების ხელმძღვანელი ვინც არის? კახა ბექაური არის. აი შენი მეზობელი რომ არის, კაცო. კი, შენი მეზობელიც არის, კი. ზებოთ რო დუპლექსი აქვს, ეგ არის. ეგ არის. კი, აი შენი მეზობელიც არის, ეხლა აი შენ რო შემომხე, ეგ და დარწმუნებული ვარ, ყველას მეზობელია ძვირფასო ტელემაყურებლებო, იმდენი სახლი აქვს. მიხვდით ხო ვიზია საუბარი მარეგულირებული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურის ოჯახზე. პრინციპში ამას უკვე ოჯახი აღარ ქვია, ამას ქვია ბექაურების პატარა მუნიციპალიტეტი. იმიტომ რომ დიდუბე ჩუღურეთის ბიუჯეტზე მეტქონებას ნამდვილად ფლობენ აშკარად. ერთი ბინა საბავშვო ბაღად და ერთი ნაკვეთი რეკრეაციულ ზონად რო გადააკეთონ, სახელმწიფო დაფინანსებასაც აიღებენ ჩვეულებრივად. მუნიციპალიტეტია უკვე ფაქტიურად. დააკვირდით ქონებას და ციფრებს. 7 მანქანა, 14 ნაკვეთი, 21 ბინა აქვს. 7, 14, 21. ფაქტიურად ერთადერთი ოჯახია, რომელიც არითმეტიკული პროგრესით მდიდრდება, ძვირფასო მეგობრებო. ბექაური ისეთი ტემპებით მიდის, ახლო მომავალში ალბათ აპირებს შეიძინოს 6 მწვერვალი, ლიხის ქედის აღმოსავლეთ ფერდობი, კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი, ხოლო სამხრეთით მთლიანად ვარძია, არ გამოვრიცხავ. აი კაცი ამან უნდა თქვას მიცხოვრიაო, ძვირფასო მეგობრებო. ვაგრძელებთ თემას და გაგაცნობთ ქონების მოხვეჭის დახვეწილ და ნოვატორულ მეთოდს. ნახოთ ინფორმაცია. მზიურთან გიორგი ტყემალაძის სახლის ადგილზე 12 სართულიანი კორპუსი აშენდება. საკრებულოს თავმჯდომარეობისას გამოცებული განკარგულების აღსრულება ვიცემერ ტყემალაძეს თავადვე დაევალა. გავიაზროთ, ანუ თავისივე განკარგულება, ანუ მანამდე ხო საკრებულოს თავმჯდომარე იყო, განკარგულება გამოსცა საკრებულოს თავმჯდომარე და თვითონ უნდა შეასრულოს, მერე გადაიყვანეს ვიცემერად და ეს განკარგულება ხომ ვიცემერმა უნდა მოაწეროს და ახლა თვითონ უნდა მოაწეროს ხელი. ეს განკარგულება დახვედრია კაბინეტში მაგიდაზე, ტყემალაძეს და რო წაუკითხავს 100-ზე მოუსრია მაგიდის და ფურცელი. მაგიდეს ყველაფერი გადარეულა კაცი, ეს რა არისო? კაც დასვენებას არ გაცლიანო ზაფხულშიო. საკუთარ რეზოლუციით, საკუთარ სახლის ადგილას, საკუთარ იმ შენებლობა მინდოდაო ახლაო მეო. ამერიამ უნდა შეიწიროს ჩემი ახალგაზრდობის საუკეთესო წლებიო.
ეს რა უკანონოებებს მაკეთებინებსო, ეს მერიაო დეპრესიაში იყო კაცი. რა უნდა ეკნა, დაახვედრეს ის. ძალიან მკაცრი კაცია თურმე ტყემალაძე. საკუთარი თავი ეხვეწება, რომ ამ სახლის ნაცვლათო იქნება 4 ბინა და კომერციული მომცეო და ეს ცოცხალი თავი არ უმტკიცებს. ჯერ წინასწარი შენატანის გარეშეო და მერეო. აი რაღაც არის პირველად შენატანი მაგის მერე. გახსოვთ ალბათ რამდენიმე დღის წინ მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ თუ აქციების დროს დაპატიმრებული მოქალაქეები და პოლიტიკოსები მომმართავდნენ თხოვნითო, ყველას შევიწყალებ. ჯერ არავინ გამოეხმაურა მის განცხადებას და არის ასე უსაქმუროც. მოდით ნახოთ როგორ ატარებს თავისუფალ დროს ყაველაშვილი. ყაველაშვილის ადმინისტრაციამ 4 ფოტოაპარატის და 10 ობიექტივის ყიდვისთვის ტენდერი მეორედ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 150.000 ლარია. უეჭველი რაღაც სერიალს იწყებს ესა. ანამდენი კამერა რა თუნდა, ან 10 ობიექტივი რა თუნდა, 10 ობიექტივი და 4 კამერა სტივენ სპილბერგს არ სჭირდება ერთი ფილმის გადაღებისას. ან შეიძლება საქმე რო არა აქვს YouTube-ის მოხდვა უნდა, თუ რა ვიცი, თავისი კონტენტის გაკეთება. ყაველას პოდკასტი, ესე. აი კაცების მსგავსად ამას ექნება ჰაბიტუსიანი კაცები, ესეთი. მხოლოდ ლამაზ და ეშხიან კაცებს მოიწევს YouTube-ზე, დასხდებიან, იჭუკჭუკებენ თავისებურად. მოკლედ, ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისეთი მძიმე, რომ არაფრის იმედი არ მაქვს. ოპოზიციაში დაპირისპირება, ნაწილი არჩევნების მომხრეა, მეორე ნაწილი ბოიკოტს ემხრობა, მაგრამ გამოანათა ახალმა იმედმა. მე მინდა მონოლოგი დავასრულო ოპტიმისტური განწყობით და გთავაზობთ ოპოზიციური პლატფორმის ლიდერის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. მან განაცხადა, არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია გვაწყობსო და არც ბოიკოტისო. სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას რეალისტურ გეგმას თავაზობს. ესე იგი, არჩევნებში მონაწილეობის კამპანია არ გვაწყობს, ბოიკოტი არ გვაწყობს. რაღა დარჩა? აბა დავფიქრდეთ, რა დარჩა? მოვიფიქრე, დარჩა ერთადერთი გზა, რაც 100%-ით შეარყევს ამ რუსულ ხელისუფლებას და აფიქრებინებს, რომ ახლა ნამდვილად დაიწყო მათი დასასრულის დასაწყისი. ეს არის ახალი მემორანდუმი, ძვირფასო მეგობრებო. დიახ, მე გთავაზობთ ახალ მემორანდუმს. რუსული ხელისუფლების ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყნიდან უალტერნატივოდ გაძევების მემორანდუმს. შეიძლება იფიქროთ, ამ მემორანდუმებით არაფერი გამოდისო, მაგრამ დაუკვირდით, წინა მემორანდუმებში სიტყვა უალტერნატივო არ ეწერა. დიახაც, ცოტა მკაცრად თუ არ დაველაპარაკეთ ამათ, ხო ხედავთ, ბილი ლაპარაკი არ ესმით ამაგ და არაფერი არ გამოდის. ხო და უალტერნატივო მემორანდუმით უალტერნატივოდ დავამარცხებთ ამათ. აი ამიტომ ვერ მოგვერევიან, ძვირფასო მეგობრებო. ძალიან დიდი მადლობა ჩემ შოუს იმედია სულ მალე ისევ გააფორმებს მუსიკალური ბენდი. თამუნალეკო ის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა. გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.